საქართველოს მსოფლიო კალენდარზე საქართველოს მთავრობის ინიციატივით დღეს პროექტის Check in Georgia პრეზენტაცია გაიმართა. მასშტაბური პროექტის ფარგლებში თბილისსა და რეგიონებში მსოფლიოს წამყვანი ხელოვანები ჩამოვლენ და კონცერტებს გამართავენ. დაგეგმილ ღონისძიებებზე დღეს ვიცე-პრემიერმა, კულტურის მინისტრმა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ისაუბრეს. Check in Georgia's ორგანიზებას კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდი უწევს. მარიკა შალიკაშვილი განაცხადებს თემას ახლა ეთერში. მარიკა, მსოფლიო ვარსკვლავებიდან ბინდა როდის ეწევა საქართველოს? 24 აპრილს პირველ კონცერტს გამართავს ეროს რამაზოტი. ეს არის ლეგენდარული იტალიელი შემსრულებელი, რომელიც არის 55 მილიონი გაყიდული ალბომის ავტორი. მას აქვს დუეტები ისეთ ცნობილ შემსრულებლებთან, როგორებიც არიან ლუჩანო პავაროტი, ტინა ტერნერი, შერი, რიკი მარტინი. და სწორედ ის ჩამოვა 24 აპრილს საქართველოში და გამართავს კონცერტს, რაც შეეხება რობი უილიამს. უკვე ყველასთვის ცნობილია, რომ რობი უილიამსი დინამო არენას სცენას დაიკავებს 27 მაის დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის ფარგლებში. ეს უკვე რობი უილიამსმა დაწერა თავის ოფიციალურ გვერდზე, შესაბამისად მილიონობით მის ფანს შესაძლებლობა აქვს, რომ გაიგოს იმის შესახებ, რომ სწორედ საქართველოში ჩამოდის და მართავს კონცერტს რობი უილიამსი. რაც შეეხება კიდევ ერთ ახალ სახელს, რომელიც ჩვენ ეხლა შევიტყვეთ, ეს არის ლეგენდარული ჯგუფი Maroon 5. 7 ივნის ბათუმში გაიმართება კონცერტი ამბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე. ბილეთის ფასი იქნება 30 ლარიდან და შესაბამისად ის ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი მსურველისთვის. და რაც შეეხება ხოსე კარერას, საოპერო სამყაროს ლეგენდა ხოსე კარერასი კი 18 ივნის გამართავს კონცერტს ქალაქ ქუთაისში, ასევე ღია ქვის და ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ხოსე კარერასი ემშვიდობება სცენას, ემშვიდობება მაყურებელს და ეს იქნება მისი ბოლო მსოფლიო ტურნე და ბოლო გამოსვლა. სწორედ საქართველოში დასრულდება მისი შემოქმედებითი კარიერა. ეს არის 4 მასშტაბური კონცერტი მსოფლიო ვარსკვლავების, თუმცა ამით არ მთავრდება ის გეგმები, რომელიც მთელი წლის განმავლობაში აქვს პროექტის ორგანიზატორებს, სახელმწიფოს და კიდევ მრავალი ცნობილი ვარსკვლავი ჩამოვა ზაფხულში საქართველოში. ასევე ქართულ შემსრულებლებსაც შესაძლებლობა ექნება დაიკავონ სცენა, რომელიც 3 თვის განმავლობაში ივნისის დასაწყისიდან სექტემბრამდე იქნება მათთვის ხელმისაწვდომი და ასევე უმაღლესი ხარისხის აპარატურა. სრულიად უსასყიდლოდ კულტურის სამინისტრო იწვევს ცნობილ ქართულ შემსრულებლებს და ასევე ახალბედა დამწყებ მუსიკოსებს, რომ მათ ამ სცენებზე შეძლონ კონცერტების გამართვა და შემოსული თანხაც სწორედ თვითონ დააწესონ ბილეთის ფასი და შემოსული თანხაც თავადვე მოიხმარონ. რაც შეეხება თანხებს, რომელიც გამოიყო ლეგენდარული მუსიკოსების ჩამოსაყვანად, ეს არის 29 მილიონი ლარი. ის არის გამოყოფილი სახელმწიფოს სარეზერვო ფონდიდან, თუმცა როგორც კულტურის მინისტრმა და ეკონომიკის მინისტრმა განაცხადეს, სავარაუდოდ კერძო სექტორიც ჩაერთვება ამ კონცერტების თანადაფინანსებაში. პროექტი პრაქტიკულად მოიცავს მთელ საქართველოს. ეს იქნება კონცერტების და ღონისძიებების სერია, რომლის ძირითადი ამოცანა არის ის, რომ საქართველო გახდეს კულტურული ცენტრი რეგიონში. ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება არის ტურიზმი. თქვენ იცით, რომ შარშან ტურიზმმა საქართველოს შემოუტანა 1,935 მილიონი დოლარის შემოსავალი. ეს იყო 158 მილიონი დოლარით მეტი შემოსავალი, ვიდრე 2014 წელს. იქმნება არაერთი სამუშაო ადგილი. პირველი 3 თვის მონაცემებით ჩვენ ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს ტურიზმში. პროექტის ფარგლებში 35-ზე მეტი სხვადასხვა მიმართულებით ფესტივალი ჩატარდება. 24 აპრილს პირველი კონცერტი ასეთი მასშტაბის ჩატარდება თბილისში, სპორტის სასახლეში. ეროს რამაზოტის კონცერტი იქნება. შემდეგ უკვე 27 ივნისს, როგორც ბანომა დიმიტრი მაგნიშნა, 27 მაისს რობი უილიამსის კონცერტი დინამო სტადიონზე, დინამო არენაზე. შემდეგ 7 ივნისს ბათუმში Maroon 5-ის კონცერტი და 18 ივნისს ქუთაისში ხოსე კარერასის კონცერტი. 19 ქალაქში 35 ფესტივალი ჩატარდება ამ პროექტის ფარგლებში და ჩვენ გვინდა ვთქვათ, რომ საქართველო ამას გამოიყენებს იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა უფრო პოპულარული გახდეს მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში. მოვიზიდოთ ამ ფესტივალების საშუალებით და ამ დიდი კონცერტების საშუალებით დამატებითი ტურისტები.
24 აპრილს სპორტის სასახლეში გაიმართება ეროს რამაზოტის კონცერტი, სწორედ ასე აიღებს ახალი პროექტის სტარტს, რომლის ფარგლებშიც 35 ფესტივალია დაგეგმილი საქართველოს 19 ქალაქში. მადლობა მარიკა შალიკაშვილი გვერდებოდა პირდაპირ ეთერში.